შეშფოთებულია უმცირესობაც პარლამენტის ხმაურიანი სხდომა და უმცირესობის ბოიკოტი. ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტში დადანაშაულებული ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ალაპარაკდა. წოხანდელი დაპატიმრებების შემდეგ უმცირესობამ დღეს ბოიკოტიც კი გამოაცხადა. რატომ ნერვიულობს ნაციონალური მოძრაობა, ახალი ხელისუფლების ეჭვები? ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი წინასწარ ირგებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს. ზოგიერთ თქვენგანს ვერ უშველის იმუნიტეტი. უმრავლესობამ ამ ტონში საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმცირესობამ სხდომაზე პოლიტიკურ რეპრესიებზე გააკეთა განცხადებები. განცხადებებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული სასესიო სხდომის პირველი ნაწილი გამოსვლების დაწყებისთანავე ცხარე დებატებში გადაიზარდა. იყვნენ გმირები, რომელიც თავის სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყანას და როდესაც ასეთ ადამიანს ღამე ჩუმად აპატიმრებენ ბრალის საყენების გარეშე, ბუნებრივია მემიჩნდება კითხვები, რატომ ხდება ეს ასეთი ფორმით. ჩვენ უნდა გქონდეს ერთი საერთო ინტერესი, რომ ქვეყანაში პროცესი არ წავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. გახსოვთ ის დღეები, ის წლები, ის კადრები, როცა სახში ღამე მეუღლეების თვალწინ, ბავშვების თვალწინ, კამერების წინ ქალებს ღამის პერანგში ჩაცმულებს აჩვენებდით კადრებში, როგორ უჭერდნენ ქმრებს და როგორ მოათრევდნენ სახლებიდან და მე აღმოჩნდებოდა, რომ ზოგი თურმე უდანაშაულო იყო, ზოგი კი ცოტა ხანში ისევ თანამდებობაზე იყო. ხო არ დაგავიწყდათ თქვენ ეს წლები და ხო არ დაგავიწყდათ ეს კადრები? რომელი იყავით მაშინ ერთი გამოსულები და რომელი ამობდით ხმამაღლა რომელიმე სიტყვას? სად იყო მაშინ უდანაშაულობის პრეზუმპცია? შეფასებები პარლამენტის ხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. უმცირესობის ლიდერისგან განსხვავებით უფრო რადიკალურები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები. ელემენტარული მტკიცებულებები კი არა და მოტივიც არ აქვთ შეთხზული თუ რა მოტივით აპატიმრებენ, იმიტომ რომ ალასანიამ ვერ მოიგო ზუგდიდში არჩევნები და ვერ დანიშნა შესაბამისი და მისთვის სასურველი კანდიდატურა გაერთიანებული შტაბის უფროსად. მას დღეს ჰქონდა დაგეგმილი, რომ სატელევიზიო ეთერით გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი. როგორც ჩანს, ეს არ აწყობდა დღევანდელ სამართალდამცავ ორგანოებს და გუშინ სასწრაფოდ შეთითქმეს კონკრეტული საქმე, რომლის გამოც ეს იყო დაკავებული. რასაც პოლიტიკურ ანგარიშწორებას უწოდებენ უმცირესობის წევრები, სამართლიანობის აღდგენად აფასებენ მმართველ გუნდში. პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს არის თუ არა ეს კალკულაცია? მათი ფუნქცია იწვევენ, ჩვენი ფუნქცია სამართლიანობა აღვადგინოთ. მე მგონი ყველაფერი ძალიან მარტივია. ფაქტების სახეზია, გამოძიება დაწყებულია და თავარი ახლა გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი და სასამართლომ გამოიტანოს ის ადეკვატური განაჩენი, რომელიც ჭირდება ამ სახელმწიფოს. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავ სტრუქტურებს პროცესის სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდა. ყველამ გაითვალისწინოს ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პარლამენტის წევრთა დაინტერესებაც ამ კონკრეტული საქმეებისადმი და რაც შეიძლება სწრაფად, ცხადია სისხლის სამართლის გამოძიების ინტერესებისთვის ზიანის მიუყენებლად საზოგადოებას ამცნოს, პარლამენტის წევრებმაც მოვისმინოთ, ოპერატიულად მოგვაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, მათ შორის პარლამენტის წევრებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით შეაფასეს თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება. დაკავებიდან რამდენიმე წუთში ამ პროცესს უმცირესობამ პოლიტიკური ანგარიშწორება, უმრავლესობამ კი სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი უწოდა.